გარდამდის მუნიციპალიტეტის შემდეგ სასკოლო ინვენტარის შეტანა რუსთავის საჯარო სკოლებში დაიწყო. სამინისტროს მიერ ინიციირებული პროექტის ფარგლებში დაახლოებით 3000-მდე ინდივიდუალური მერხი რუსთავის სკოლებში ეტაპობრივად გადანაწილდება. თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, საგანმანათლებლო დაწესებულებებს დამატებით კიდევ 4000 მერხი სჭირდება. მე-16 საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ საჯარო სკოლებს შორის, სადაც ახალი სასკოლო ინვენტარის შეტანა ხორციელდება. რამდენიმე დღეში ძველ მწყობრიდან გამოსულ საწარმაგიდებს ინდივიდუალური თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მერხები შეცვლის. სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ მაგიდების რაოდენობა საკმარისი არ არის. 86 მერხი მე-16 საჯარო სკოლაში პრობლემას მხოლოდ ნაწილობრივ გადაჭრის. საჭიროებს ძალიან ჩვენი სკოლა მერხების სულებას, იმიტომ რომ იყო ორადგილიანი მერხები ამ დროისათვის. ეს მერხები საკმაოდ ძველი დროიდან მომდინარეობს. პრაქტიკულად დაწყებითი საფეხური ჩემთან შევსებულია, მაგრამ ძალიან საჭიროებს საშუალო და საბაზო საფეხურზე. ამ ეტაპისათვის მოწოდებული რაოდენობა არ აღმოფხრის მთლიან პრობლემას, თუმცა ნაწილობრივ დააკმაყოფილებს. რუსთავის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის ამ ეტაპზე 7000-მდე მერხის შეცვლა საჭირო. ადგილობრივი რესურს ცენტრის ინფორმაციით კი სამინისტრო ქალაქის საჯარო სკოლებს დაახლოებით 3000-მდე მერხით აღჭურვას გეგმავს. თუმცა შესაძლოა ეს ციფრი წლის ბოლომდე კიდევ გაიზარდოს. საუბარია 3000-მდე მერხზე, თავის კამთან ერთად, რა თქმა უნდა. სკამები იქნება სკოლებში შეტანილი აწყობილ მდგომარეობაში, ხოლო მერხების მონტაჟი უკვე შეტანიდან მეორე დღეს დაიწყება. ამ ეტაპზე სკოლების ინვენტარით აღჭურვის პროგრამის ფარგლებში რუსთავში მოქმედ 26 საჯარო სკოლიდან სასკოლო ინვენტარს 23 სკოლა მიიღებს. მერხებთან ერთად სკოლებში საწერი დაფების შეტანაც იგეგმება.